მოგესალმებით ბათუმელების ლაივში ხართ. დღეს შიშუმოპირების დღეა და თქვენი ერთგვარი პერფორმანსით დავიწყეთ ლაივი. როგორც ხედავთ, გარკვეული გზავნილებით ხართ მთავრობის სახლთან. კიდევ ერთხელ რომ გააჟღეროთ ჩვენს ლაივში თქვენი მოთხოვნების შესახებ და ყოველდღიურად რა გამოწვევების წინაშე ხართ. და ზოგადად რომ შეაფასოთ შიშუმოპირებისთვის გარემო, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული გარემო. მოგესალმებით, მოგეხსენებათ, რომ დღეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების დღე შიშუმოპირებისთვის და ჩვენი აქ გამოსვლის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ თუ რაოდენ ბევრი ბარიერს ვაწყდებით შიშუმოპირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად მიუწვდომელი არის ჯერ კიდევ გარემო და სერვისებზე ხო შეიძლება ითქვას ზედმეტი არის საუბარი. და სწორედ ჩვენი ორიენტირი ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული სიკეთეები ჩვენი საზოგადოების მიღწევა იმდენად დიდი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დადგა აი ამ ახალი კანონმდებლობებით და სხვადასხვა პოლიტიკური აქტებით, რაც გასული წლების განმავლობაში ხორციელდება, რომ ჩვენთვის როგორც შიშუმ თემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო მე ვიტყოდი გარეთ გამოსვლა და ქუჩაში ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, იმიტომ რომ შესაბამის პოლიტიკურ აქტივობაში და ცვლილებებში თუ არ გადაიზარდეს საპროტესტო მუხტი, რაც ახლა ქვეყანაში ტრიალებს, ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუარესდება და როგორც იცით, ჩვენი უფლებების რეალიზება დღემდე სათანადოდ არ შეგვიძლია. მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, თქვენ თავად შექმნით ორგანიზაციები და თავად მუშაობდით, ახორციელებდით არაერთ პროექტს, პროგრამას იმისთვის, რომ გარემო შეცვლილიყო, გარდა ამისა, იყავით ჩართული მოძრაობებში, აქციებში, რითაც აპროტესტებდით ამ რუსულ კანონს და ზუსტად იმაზე საუბრობდით, რომ ეს რუსული კანონი იყო დასაწყისი. მთავრობა საუბრობს პარალელურად, რომ თვითონ ყველაფერს აკეთებს და სინამდვილეში ეს არაფერს არ უშლის ხელს. აი, რომ უპასუხოთ ამას, რატომ ფიქრობთ, რომ ის რაც თქვენ შექმნით, აი ამ პროგრამებით, პროექტებით დაიკარგება და თავიდან მოგიწევთ დაწყება? ძალიან კომპლექსური პრობლემა არის, საიდან დავიწყოთ ნამდვილად არ ვიცი. პირველ რიგში ის, რომ უცხოური დაფინანსებისა და ზოგადად სხვადასხვა სახის საჭირო რესურსების ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდით, მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია და ჩემი ერთ-ერთი მერიდიანის ორგანიზაცია შიშუმ ქალთა ალიანსი, მისი მთავარი დამფინანსებელი დონორი საქართველოს ბაზრიდან გადის, იმიტომ რომ მათთვის ეთიკურად მიუღებელი არის უცხოელ აგენტად რეგისტრირება ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ის უფლება დამცველი აქტივობები, რასაც ეს ორგანიზაცია ახორციელებდა და ცდილობდა, რომ უფრო მეტად მისაწვდომი გარემო შექმნილიყო, ფაქტობრივად ჩვენი აქტივობების, ჩვენი საქმიანობის გაგრძელება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან შესაბამისი რესურსები უკვე აღარ გაგვაჩნია. წარმოიდგინეთ, ეს არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მაგალითი. რამდენი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი გაზარდოს და თუ შესაბამისი ინსტიტუტები ვერ ახორციელებენ ადამიანის უფლებათა დაცვას, თვითონვე მაინც რაღაც საკითხი შეიტანოს ამ სფეროში. შესაბამისად, ასეთ გარემოში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება საქმიანობის გაგრძელება და ეს რა თქმა უნდა შიშუმოპირების ცხოვრების ხარისხსა და მათი უფლებების დაცვაზე აუცილებლად დაისახება და უკვე ასახება. ნიკო ქარცივაძე, ხო? ნიკო ქარცივაძე საუბრობდა ჩვენს ლაივში შიშუმოპირების უფლებებზე და იმაზე,
თუ რას გამოიწვევს იმ პროექტების გაჩერება, რომელთა დახმარებითაც ამ დრომდე შშმ პირები ახორციელებდნენ სხვადასხვა გამოწვევებს პასუხობდნენ. მე შევეცდები ახლა სხვებსაც გავესაუბრო. დეა, შენც რომ მკითხოთ ბათუმელების ლაივში, ვიცი რომ არაერთ პროექტს ახორციელებ შშმ პირების უფლებებისთვის, ქალების მათ შორის ეს ყველაფერი დგას საფრთხის წინაშე. აი ნიკო მისაუბრა ჩვენს ლაივში, რატომ დადგა საფრთხის წინაშე და როგორ შეიძლება განვითარდეს. საფრთხის წინაშე აღარ დგას, უკვე დადგა ეს უკვე შედეგი დადგა. მაგალითად ჩვენ შშმ ხალხთა ალიანსს ორგანიზაციას ორი პროექტი გაგვიჩერდა, რომელიც კიდევ მინიმუმ 2 წელი გაგრძელებული იყო და ჩვენმა დონორებმა გითხრეს, რომ აგენტად რეგისტრაცია არის წითელი ხაზი და ასევე რა თქმა უნდა ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენი სამსახური და ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია მორალურ პრინციპებზე და როდესაც ამორალურ საქციელს ვთხოვენ, რა თქმა უნდა მაგას მე ვერ დავთანხმდები და ჩემი ცხოვრების მიზანს ვერ შეურაცხყოფას ვერ მივაყენები. და რეალურად გაჩერდა პროექტები, უკვე მიდის ხელშეკრულებების მოშლის პროცედურები და იმას რასაც ჩვენ ვიძახდით ამდენი წელი და რომ გვეუბნებოდნენ რომ შშმ თემს არ გვეხება, შშმ თემს არ შეგვეხება და სხვა NGO-ების გამო რატო დარბი ხართ და რატო ერევით ამ ამბავში ჩვენ ყოველთვის ვიძახდით რომ ყველას გვეხება, ჩვენ შეგვეხება და დადგა შედეგი რომ ერთი კანონით მოკლედ შშმ პირთა ორგანიზაციას ხარი უნდა დაუჭიროს სახელმწიფომ, მეორე კანონით ვართ უცხოური გავლენის აგენტები და მე მაგალითად როგორც არ დავრეგისტრირდი, ალბათ რავი მოვაგე დაპატიმ ჩემოდეს მოვლენ დაპატიმრების ბრძანება და ჯარიმა, მაგრამ აუქნა არ გვეშინია, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. აი აქ დავინახე რომ მესიჯებით ხართ მოსული აჭარის მთავრობის შენობასთან. ვინმე გამოგეხმაურათ, გამოვიდა გარეთ ვინმე გაგესაუბრათ, რა გამოწვევების წინაშე დგახართ, რაიმე გასაუბრება გქონდათ? დღეს მხოლოდ აჭარის რადიო დაინტერესდა. ამ დღით ეს არის შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე. ზოგადად ევროპაში თვლიან რომ ინსტიტუციები უნდა დაიხაროს და უფრო მეტი დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისები შეიქმნას. დღეს კი ჩვენ კიდე შშმ თემი და როგორც მთელი საქართველო ხვდებით იმას რომ შეჩერებული გვაქვს ევროინტეგრაცია, 52 პოლიტპატიმარი ყავს, ერთადერთი რეგიონული მედია რომელიც მხარს გვიჭერდა და გვეხმარებოდა ჩვენი პრობლემების ადვოკატირებაში ყოველთვის თქვენი მედია იყო ერთ-ერთი მოწინავე და იმედი ვისიც ჰქონდა იგივე რისკების ქვეშ არის მედიის დირექტორი დაპატიმრებულია სრულად უსაფუძვლო ამბავზე და მე ჩემი თვალით ვნახე რა უსაფუძვლობა იყო და მეც ვიყავი და ვიღაცა არ მოუყოლია ეს და ძალიან კარგად ვიცი რა მოხდა. როგორ ხვდებით, ეხა უკვე ისეთ დრო მოვიდა ქვეყანაში რომ არც ერთი ადამიანის უფლება აღარაა დაცული და უბრალოდ ჩავთვალეთ რომ შშმ პირთა აქცია არ უნდა გავგეკეთებინათ ცალკე, უბრალოდ შშმ პირები უნდა შემოვერთდებოდით ძირითადად აქციას. ეს message box-ები არის ესე ვთქვათ ამოუწერეთ პატარა ესეთ ნოუთები, ისე ვერ კითხულობენ და იქნებ რომ გამოიხედავენ, ესე მაინც ისწავლონ რამე შშმ პირთა უფლებების შესახებ, რომ რაღაცა მაინც იცოდნენ, იმიტომ რომ რაც ხდება ვერაფერი მეც ვერ გვისახავთ, რომ ხიდი რომელიც რამდენიმე დღის წინ გახსნეს არ არის ადაპტირებული და ჩემი გადახდილი გადასახადით არის ხიდი გაკეთებული და დაიხარჯა 25 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ მილიონები იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან, საწარმოების ეროვნული სტანდარტი და საკუთარი კანონით თვითონვე და ახალი პროექტები კეთდება ისე, რომ ადაპტირებული არ არის. რეალურად ვითომ არის, იმიტომ რომ არის ლიფტი, მაგრამ არ ჩართულა და ამის ერთი წელია ამის გახსნეს უკვე რეალურად ხალხის სარგებლობს არ არის მოსასმენებელი სივრცეები, ფანჩატურები და ეს რაღაცები, სადაც ეტყვის შეღწევადობა არ არის და რეალურად არის უკითხავს რომ აკეთებდნენ და დიდი მადლობა, ეს იყო დეა ერემაშვილი. თქვენ შემდეგ გავაგზავნებთ თქვენთან გადავიდე მინდა იმ დროს სადაც კანონო პატიმრები ყავს შშმ ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული ადამიანი სექტემბერში ამინისტიით გამოუშვა ჩვენმა მთავრობამ და ესეც კარგად მინდა იცოდეს ჩვენმა თემმა რა. მადლობა. დეა ერემაშვილი საუბრობდა ბათუმელების ლაივში. თქვენთან მინდა გადმოვიდე თუ შეიძლება. მახსოვს ერთ-ერთ აქციაზე თქვენ ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ იმაზე, რომ ბიუჯეტში არსებული პროგრამები არ არის საკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც აქვს დღეს შშმ პირებს, დაფინანსებები არ არის საკმარისი. რა შეიცვალა იმის შემდეგ, იგივე მდგომარეობაა თუ არა დღესაც და უფრო მეტი რომ უთხრათ საზოგადოებას ამაზე. ისევ იგივე მდგომარეობა. სიმართლე გითხრათ, უფრო გაუერესებას
ველი იწევს თუ არა აუცილებლად მომავალწლებში ასე იქნება, იმიტომ რომ მხოლოდ ასე ვთქვათ მატერიალური საშუალებებზეც არ არის. აქ ღირებულებებზეც არის უკვე საუბარი პრინციპებზე და იმაზე რომ აი ადამიანებს უბრალოდ სადაც დაწესებულებები შეშიმოპირის რამე ორგანიზაცია თუ არის სამთავრობო ყველას უნდა ესმოდეს რომ ჩვენ ჩვეულებრივი საზოგადოების ნაწილები ვართ. ანუ დგას ეს პრობლემაც დგას დღის წესრიგში? კი, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ საიდკენაც ვიგვრათ რომელი ქვეყნისკენაც იქ ასეა და ჩვენთანაც რახან იგივე ტიპის რეჟიმი ვყარდება, ასე ვთქვათ, გონია რომ ნელ-ნელა ამ ხრივაც დიდი პრობლემები შეიქმნება. აქამდე ძალიან ბევრს ვივახციეთ. მე ახლა ჩემზე ასაკოვანი შეშიმოპირებისგანაც ვიცი, მეც ვიცი გავამიცია, რომ აი რაღაც მომენტამდე სანამ ასე ვთქვათ კურსს შევიცვლიდით ეს პრობლემა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და უფრო კარგი მდგომარეობა იყო და ანუ თქვენ მე ვიცი რომ თავად მუშაობდით ბევრი საკითხი თქვენ თვითონ გადაჭერით და ანახეთ საზოგადოებას. კი, ამაში ყველა ერთად მონაწილეობით მეც არ ვიცი არ შეიძლება მცირესწრელი მაქვს და მომავლის იმედი ასე ვთქვათ ერთადერთი ის არის რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ვთქვათ მათაც მაინც გაიტანენ ამიტომ ყველანაირად უნდა შევანელოთ ეს პროცესი და ალბათ საბოლოო ჯამში უნდა დავამარცხოთ კიდეც. დიდი მადლობა, თქვენი სახელი რომ ითხრათ? მიხეილ პაპუნიძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. თქვენ გინდოდათ ხომ ჩვენთან საუბარი? ამჯერად ალბათ შეშუმოპირების უფლებებზე გინდათ ყურადღების გამახვილება. საქართველოს ეკონომიკა 90 მილიარდს ასევს და შეშუმოპირები 13 წელიწადია ქართულ ოცნება სათავეში. და წარმოიდგინე გაუცნობ მდგომარეობაში არიან და აქვს სამარცხინო პენსია. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? ოპოზიცია? ქუჩაში დგას? თუ არა სამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებელი? ხელისუფლება ვალდებულია შეშუმოპირებზე ერიториას. ოჯახურ ღირსებაზე გვესაუბრებიან და ადამიანთა უფლებებზე გვესაუბრებიან და რწმენაზე გვესაუბრებიან, უფლის გზა საით არის? ამ ადამიანები დაჩაგვით? ამ ადამიანები დაჩაგვით არის უფლის გზა? ესე მიდიან უფლის გზით? როგორ შეიძლება შეშუმოპირები დაჩაგრო და თქვა რომ ჩვენ უფლის გზით მივდივართ და ოჯახურ ღირსებას ვიცავთ? ესე იცავენ ოჯახურ ღირსებას? საკუთარ მოქალაქეები დაჩაგვით? რატო აქ შეშუმოპირე სამარცხინო პენსია? ამას უცებ 1000 ლარი პენსია უნდა ყოფილიყო. რა გასაკვირია, რატო გასაკვირია? მოდი ვკითხოთ უცებ, ბოდის გიხდით, რამდენია შეშუმოპირის თანხა, რამდენია დახმარება დღესახელს? აი რო გითხრათ და გვისახელოთ მაინც რაღაც ციფრები. ანუ 430 ლარი მაქვს მე, პირველ ჯგუფს ეგრე გვაქვს. 200 რაღაცა ლარი აქვს მეორე ჯგუფს და 190 ლარი აქვს სმენა დაქვეითებულად მესამე ჯგუფს. და ჩემი ნაცნობ მეგობარი თემის წევრი სმენა დაქვეითებული ადამიანი რომელიც არ მუშაობს, სამი ჯარიმით არის დაჯარიმებული ტროტუარზე დგომის დროს. მადლობა, აი ციფრებიც დაგვისახელეს, რაზეც თქვენ საუბრობდით. და სუმცერი 1000 ლარი არ უნდა ქონდეს პენსია. ამადან მჭირდება მოვლენა. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან. დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფენ. როგორ შეიძლება ესეთი სამარცხინო პენსია ქონდეს? და ამავე დროს გამოდიოდეს ხელისუფლება დაცხადებს რომ ჩვენ ოჯახურ ღირსებას ვიცავთ, სამშობლო გვიყვარს, ქართველი არის გვიყვარს, სამშობლო და ქართველი არის გიყვარს და შესუმპიროს ფეხქვეშ თელავ. ფეხქვეშ გათელვა რომ როდესაც სამარცხინო პენსიას აძლევ და ფეხებზე იყიდებ. ეს არის ფეხქვეშ გათელვა. ფსიქოლოგიურად მოახდენ ზეწოლას ადამიანზე, ფინანსურად მოახდენ, თუ ფიზიკურად მოახდენ, რა მნიშვნელობა? ზეწოლა. რა მნიშვნელობა როგორ მოახდენ ადამიანზე ზეწოლას და ფსიქოლოგიურადაც და ფინანსურადაც ახდენ ამ ადამიანებს ზეწოლას. ფიზიკურად კი გასაგებია რომ არ ეხება არავინ, მაგრამ ფიზიკურობა სავალდებულო კი არა, ფსიქოლოგიურად ეხებიან ამ ადამიანს აუნებენ. წარმოიდგინეთ, თბილისი და ბათუმში გზავრობ ადამიანი და ორჯერ ისვენებ მარშრუტკაში. გზაზე ორჯერ ისვენებ იმისათვის რომ იღლები ადამიანი ხარ, რობოტი ხარ, კი არ ხარ. გარდა ამისა, ხო, თელი ცხოვრება ადამიანი ინვალიდისებში ზიან, შეშუმოპირები ზიან ეთხში და ამავე დროს ხელისუფლებას ვითომ არაფერი
2 წლის და 3 წლის მოსვლილი რო იყოს ქართული ოცნება, არ შევედავებოდი და არ შევიკამათებოდი, მაგრამ 13 წელიწადია ხელისუფლებაში და 13 წლის განმავლობაში შუსმუპირები რატო უნდა იყვნენ ეთში? რატო იყვნენ? რის გამო? იმის გამო რომ მათ პრემია დანამატები არ ყოფნი და ბიზნესები აქვს და ტენდერები აქვს დაგებული და მილიონები აქვს. ხალხის ზრუბს, ხალხის მხრებს. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ იყოს მეტი დაფინანსება მათთვის მიმართული, მეტი სერვისი და უფინანსოს სახელმწიფო იმისთვის, რომ რა თქმა უნდა თავისთავად. როგორ შეიძლება, რომ ჯანდაცვა, რომელიც არის ყველა დიდი უწყება ფინანსურად და ყველა დიდი თანხები იყოფა ჯანდაცვაში, ხო? ამავე დროს თვითონ ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებული არიან პერსონალი, ხო? მაღალი ხელფასები აქვს, მაღალი პრემია დანამატები აქვს და ამავე დროს შუსმუპირებს ესეთი სამარცხვინო პენსია აქვს. რატო? რატო იჩაგრებენ ეს? დიდი მადლობა. ჩვენს ლაივში საუბრობდა ბათუმის პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე. მე მინდა გაჩვენოთ ახლა რა გზავნილები დატოვეს შუშუმუპირებმა აქ აჭარის მთავრობის შენობასთან. დამოუკიდებლობა არ არის მარტოობა, ეს არის არჩევანის თავისუფლება. კითხულობთ ერთ-ერთ ტრანსპარანტზე, არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე, დაინახე ადამიანი და არა შეზღუდვა. ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის. მე შეგახსენებთ, რომ დღეს არის შუშუმუპირების უფლებების დაცვის დღე. ისინი შეუერთდნენ პროევროპულ აქციებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს და მათ გააკეთეს ასეთი განმარტება ჩვენთან, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დღეს ცალკე გავმართოთ ჩვენს დღესთან დაკავშირებით აქცია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევუერთდეთ პროევროპულ აქციებს ბათუმში. ისინი სხვა დროსაც მონაწილეობენ ამ აქციებში, თუმცა დღეს მათ შორის ყველა, ვინც მუშაობს შუშუმუპირია თავადაც და მუშაობს შუშუმუპირების უფლებებისთვის, აქ მოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება საპროტესტო აქცია. აქ შეკრებილები არიან აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 159 დღეა რაც აქ მოდიან და აჟღერებენ თავიანთ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ისინი არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და გასული წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც გამოვიდა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ საქართველო გააჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს, ამის შემდეგ დაიწყო სწორედ აქციები თბილისის პარალელურად ბათუმში და დღეს 159 დღეა, რაც აქ არიან შეკრებილი აქციის მონაწილეები. მინდა გითხრათ ასევე, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია 46 წლის პატიმრის იოსებ გორგაძის გარდაცვალების შესახებ პენიტენციურის ვერსიით. ის წაიქცა, რა დროსაც მიიღო დაზიანება, შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში ვივამედში, სადაც ის 3 თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ვერსიის არ სჯერა მის ადვოკატს, ასევე ოჯახის წევრებს. ისინი აცხადებენ, რომ ის არის მოკლული, მას მიყენებული აქვს მძიმე დაზიანებები, 27 დაზიანება აქვს მიყენებული, რის შემდეგაც მას დასჭირდა ექიმის დახმარება, გადაიყვანეს ვივამედში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახს, ასევე ადვოკატს ეჭვი აქვთ, რომ ის ბადრაგმა სცემა, რის შემდეგაც პატიმარმა მიიღო მძიმე დაზიანებები. ვივამედმაც გავრცელა დასკვნა, სადაც არის საუბარი მძიმე დაზიანებებზე, ტრავმებზე, თუმცა პენიტენციური დაწესებულების ვერსიით ის წაიქცა. ძმა ბათუმელებთან საუბარში გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ
ვერ მიიღებდა ის მსგავს დაზიანებებს და იმ რაოდენობის დაზიანებას, რაც დასკვნაში არის ასახული. მე-10 სართულიდანაც რომ გადავარდნილიყო, ამდენ დაზიანებას ვერ მიიღებდაო. აცხადებს ძმა, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ამ საქმეში, მათ შორის არ ემთხვევა პენიტენციურის ვერსია და ვივამედის დასკვნაც, რადგან ვივამედის დასკვნაში მოტეხილობებზე არის საუბარი და ბევრ მძიმე დაზიანებაზე, რაც სავარაუდოდ გახდა გარდაცვალების მიზეზი. მე შევეცდები ახლა რომ წაგიკითხოთ მისი ადვოკატის კომენტარი, რომელიც მან მისცა ნეტგაზეთს. ადვოკატი მუხრან გურცკაია აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებები არ არიან დაინტერესებული პატიმარ იოსებ გორგაძის საქმის გამოძიებით. 46 წლის იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს და სამთვიანი მკურნალობის შემდეგ ის დაიღუპა. გორგაძე 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იყო დაკავებული, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ და თბილისში წინასაარჩევნო პარტიული შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ. იოსებ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული. 23 იანვარს გორგაძე მრავლობითი დაზიანებით გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატს არ მიაწოდეს და ადვოკატი ყვება ნეტგაზეთთან, რომ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი პატიმარი და მოიკითხა პატიმრის მდგომარეობა, გორგაძის მდგომარეობა, უთხრა რომ ის გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. ამ დროს არ ჰქონდა ადვოკატს ეს ინფორმაცია, არც ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია პატიმრის გადაყვანის შესახებ. ადვოკატი აცხადებს ნეტგაზეთთან, რომ შაბათ დღეს დაუკავშირდნენ, მეორე დღეს იყო კვირა, ამიტომ ვერ გარკვეა ვერაფერი მეორე დღეს და უკვე 29 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია პატიმრის გადაყვანის შესახებ. ოჯახის წევრებიც იყვნენ პენიტენციურ დაწესებულებასთან მისულები და ითხოვდნენ შეხვედრას ადმინისტრაციასთან, თუმცა უშედეგოდ მათთან შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მკურნალობდნენ პატიმარს ვივამედში, თუმცა ის ვერ გადაარჩინეს. შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენიმე დაჯარიმებულს ბათუმის აქციებზე დაჯარიმებულს ჯერ კიდევ არ გადაუხდია ჯარიმის თანხა და ისინი ისევ საჭიროებენ დახმარებას, აგროვებენ თანხას იმისთვის, რომ გადაიხადონ ჯარიმები, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დააჯარიმეს ზებრაზე გადასვლა გადმოსვლის გამო. აქციის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს პროტესტის მონაწილეებმა, როცა პოლიციამ მათ არ მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დადგომის საშუალება. პოლიციამ განმარტა, რომ არ ხართო იმდენი, რომ დაიკავოთ სავალი ნაწილი, ამიტომაც ტროტუარზე გადასვლისკენ მიუთითა მათ, თუმცა მათი რაოდენობა იმ დღეს აქციის მონაწილეების რაოდენობა ნამდვილად არ შემცირებულა და დაახლოებით იმდენივე ადამიანი მონაწილეობდა აქციაში, რამდენიც სხვა დროს, თუმცა იმ დღეს პოლიციამ გამოიჩინა, შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებული სიფრთხილე და მოუწოდა მათ, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დაიწყეს აქციის მონაწილეებმა გადაადგილება ზებრა გადასასვლელზე, აი ამ ზებრა გადასასვლელზე არის საუბარი.
სულ რამდენიმე წუთით გაგრძელდა ეს აქცია, თუმცა მაინც დააჯარიმეს ისინი. აქვე აღსანიშნავ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ იყო სამუშაო საათები, ანუ აქცია ზებრაზე გადასვლა გადმოსვლის არ გამართულა სამუშაო საათებში, შესაბამისად არავის შეშლია ხელი, როგორც იცით, აქ არის აჭარის მთავრობის სახლი და საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა ამ დროს შენობაში შესვლაში ხელი არავის არ შეშლია. დღეს გავრცელდა ასევე ერთ-ერთი პოლიტპატიმრის საბას ხვიტარიძის მიმართვა, სადაც ის საუბრობს, რომ უკვე სხვა ტიპის კომფორტი უნდა შეუქმნან აქციის მონაწილეებმა მთავრობას და მხოლოდ საღამო საათებში აქციების გამართვით რეჟიმს ვერ დავამარცხებთო. ლარას მინდა გთხოვო, ლარა თუ შეიძლება მინდა გთხოვო ბათუმელების ლაივში რომ ჩაგვერთო. დღეს გავრცელდა საბას ხვიტარიძის მიმართვა, სადაც ის საუბრობს, რომ სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს აქციები, სხვანაირად ვერ შეუქმნით დისკომფორტს ხელისუფალს, ასეთი იყო მისი მიმართვა. დიდი ხანია, რაც ფაქტობრივად ერთი დღე არ გამოგიტოვებია, რაც აქციაზე ხარ და აპროტესტებ უნივერსიტეტიდან დაიწყო და მას შემდეგ აქ ხარ. როგორ ფიქრობ, არ უქმნის ეს აქციები სინამდვილეში დისკომფორტს ხელისუფალს და რა უნდა შეიცვალოს? შენი მოსაზრება როგორია? იცით რა არის 100 დღეზე მეტია რომ გარეთ გახარ და აპროტესტებ და ერთი და იგივე მოთხოვნით გამოდიხარ ყოველდღე, რა თქმა უნდა ეს დისკომფორტს ქმნის, თუმცა საჭიროა ისეთი პროტესტის ფორმები, რომელიც უშუალოდ ქალაქ გარეთ იქნება, ისეთ ქუჩებში, სადაც ადამიანებმა ან მიივიწყეს პროტესტი, ან არ იციან რომ რეალურად არსებობს მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოსთან კერა, სადაც შეუძლიათ რომ მოვიდნენ და გააპროტესტონ ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა და კურსი. შესაბამისად, ხო, საბას ხვიტარიძეს სრულად ვეთანხმები იმაში, რომ პირველი დღის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ხილვადი ჩვენთან და ამას პლუს რეალურად დღის აქციებს აქვს თავისი დადებითი მხარეები, რომ უფრო მეტი დისკომფორტი ექნება და ამას თუ დაემატება გზის გადაკეტვა ან რომელიმე ინსტიტუტთან ყოველდღიური აქციები, ეს ცალკე ხო დიდ შედეგს მოგვიგებს. ის საუბრობდა ასევე იმაზე, რომ შესაძლოა უფრო და უფრო თავისი რეპრესიები, ასე ამბობდა ის, უფრო და უფრო გააძლიეროს მთავრობამ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კანონი გამოსცა, მიუხედავად იმისა, რომ შიშუმუპირების ცოტა ხნის წინ საუბრობდნენ ჩვენთან, რომ ბევრი პროექტი გაჩერდა მათთვის და ასე შემდეგ. რეალურად ამუშავებს ამ კანონებს, ექნება ამას რაიმე ფარას ძალიან დიდი გავლენა ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მით უფრო მედიებზე. ხარეს შეუძლია რომ სრულიად ჩაკეტოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გრანტები, რომლითაც სარგებლობენ მერია, რომელიც მე აფინანსებს სოფლებში სხვადასხვა პროექტებს. შესაბამისად, ეს რეპრესიული კანონები იმისთვის იყო თავიდანვე გეგმაში და დღეს უკვე მიღებული, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სრულად გაყინოს ქართულმა ოცნებამ და ხელი შეუშალოს 2028 წლამდეც ვერ მივაღწევთ რეალურად და ეს პროცესი იმდენად დააჩქარა ქართულმა ოცნებამ, რომ წარმოუდგენელი შედეგები გამოიღო ამან, თუნდაც ის, რომ ევროკავშირის დელეგაციამ ესე უშუალოდ უარი თქვა ქართული ოცნების ესეთ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ანუ ფიქრობ, რომ რაც რუსულმა კანონმა ვერ გააკეთა მაგალითად, ვერ იმუშავა რეალურად, ფარას შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად იყოს. მე ვფიქრობ, რომ რუსული კანონი იყო შემამზადებელი დარტყმა, ესე რომ ვთქვათ, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ თავისუფალი ნება არ არსებობს ქართულ საზოგადოებაში და ქართული ოცნება არ დაუშვებს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მის წინააღმდეგ წავიდეს, სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდეს. რუსული კანონის პირველივე მოსმენის ჩანიშვნის დროს უნდა ისე ვთქვათ
მოქმედებაზე უნდა გადასულიყავით და საბოლოო ის მოთხოვნა, რომელიც ეხლა ჟღერდება, რომ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, მაშინ უნდა გაჟღერებულიყო. თუმცა ეს შეცდომა ეხლა გამოვასწორეთ და რეალურად ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც არსებობს ეხლა, რომ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, არანაირი არჩევნები, ახალი არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, რომ სამართლიანი და თანასწორი არჩევნები ჩატარდეს. და პირველი რაც უნდა იყოს ესეთი დემოკრატიული მოთხოვნა, აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა ყველგან ჟღერდებოდეს დეცენტრალიზებულ ხელისუფლებაშიც და ცენტრალურად თბილისშიც. ამის გაჟღერება უკვე დაიწყო. მთავარი პროტესტის კერა, რომელიც აქ არსებობს რეალურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე გადავიდეთ სხვა ლოკაციებზე, იქაც აუცილებლად გაჟღერდება ეს მოთხოვნა და ამას უშუალოდ მოყვება უკვე გათავისუფლება პოლიტპატიმრების, იმიტომ რომ ამ მოთხოვნაში ერთიანდება სისტემის, პოლიციური სისტემის ხელისუფლების ჩამოშლა, რომელიც უშუალოდ მერე მოგცემს გასაქანს და უფლებას, კეთილნებას, რომ ქვეყანა წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე და უშუალოდ განვითარებაზე ორიენტირდეს და არა უკვე გადარჩენას. დიდი მადლობა. ბათუმის აქციების ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. როგორც ხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გრძელდება. ლარამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეიძლება აქციებმა გადაინაცვლოს ბათუმშიც სხვა ლოკაციებზე და არავითარი არჩევნები აღარ არის ჩვენი მოთხოვნა. ახლა ჩვენი მოთხოვნა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. განაცხადა ლარამ ჩვენთან საუბრისას. შეგახსენებთ ასევე, რომ პატიმრებს შორის, დაკავებულებს შორის არის ბათუმელი სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, ის არის დაფიონის დამფუძნებელი და მას ედავებიან 153 მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ მზიამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდება 8 მაისს, განიხილავს საქმეს ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და როგორც ვიცით, უნდა დაიკითხოს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, იმის გამო რომ მას სილა გააწნეს. ხოლო მზიამაღლობელი, რომელიც მას ადანაშაულებს ძალადობაში, როგორც ვიცით, მზიამაღლობელს სამმართველოში არ მისცეს ტუალეტის სარგებლობის შესაძლებლობა, არ მიაწოდეს წყალი არ დაალევინეს მას ირაკლი დგებუაძის მითითებით, როგორც ის ამბობს და ასევე რასაც უფლებადამცველები ყველაზე მძიმე გარემოებად ასახელებენ და განმარტავენ, რომ ეს არის არაადამიანური მოპყრობა, როგორც მზიამაღლობელმა უთხრა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ირაკლი დგებუაძემ, მას სახეში შეაფურთხა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილია ეს ყველაფერი, ამ დრომდე მზიამაღლობელს არ აქვს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი. და საკმაოდ დიდ ხანს ბათუმელებს არ ჰქონდა პასუხი საგამოძიებო სამსახურისგან იმაზეც დაიწყო თუ არა გამოძიება. შეგახსენებთ, რომ გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია. ეს 159 დღეა უწყვეტი პროტესტის და როგორც აქ გვითხრეს, აქ ახლა მთავარი მოთხოვნა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. მადლობა რომ გვიყურეთ. დღეს არის ასევე შშმ პირების დღე და ბათუმელებთან ჩვენ დღეს ლაივი დავიწყეთ სწორედ მათი სათქმელის გაჟღერებით. შეგახსენებთ ისე, რომ ისინი მოვიდნენ ტრანსპარანტებით მთავრობასთან და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათი უფლებები ირღვევა და სწორედ იმ ახალი კანონების დამსახურებით, რაც გამოსცა ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ, მათ გაუჩერდათ პროექტები და ისინი ვეღარ აგრძელებენ მუშაობას თავიანთი უფლებებისთვის.
მადლობა რომ გვიყურეთ, როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები, წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა.